ბოლო გაჩერება ოკუპირებულ ტერიტორიამდე. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებობა ისედაც უმძიმესია და მუდმივ რისკთან არის დაკავშირებული. ახლა კი ნიქოზის მოსახლეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზის გარეშეც არის დარჩენილი. მატარებელი, რომელიც მათ 10 წლეულების განმავლობაში თბილისთან ერთდროს ცხინვალთანაც კი აკავშირებდა, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ცხინვალთან კონტაქტი დიდი ხანია გაწყდა, მაგრამ ახლა დაიკარგა კავშირი თბილისთანაც. კორონა პანდემიის პირველი ტალღის დროს შარშან სატრანსპორტო შეზღუდვებთან ერთად მატარებელიც გააჩერეს და მას შემდეგ აღარ აღადგინეს. ნიქოზელებს ამ მატარებლით ჩამოჰქონდათ პროდუქცია დედაქალაქში გასაყიდად და აქამდე სწორედ ამით არსებობდნენ. ახლა ეს მწირი შემოსავლის წყაროც ჩაიკეტა და გაუსაღებელი პროდუქტი ადგილზე ლპება. და იმით უგეთ გასული დილით მიდიოდა, საღამოთი მოდიოდა, გასაყიდი იყო, მიქონდა, იმატარებლით საყიდელი იყო და ყიდულობდი და მოქონდა. თან იაფი იყო. ხან 4 იარშიკი მიქონდა მატარებელზე, ხან 3 იარშიკი მიქონდა, ხან 5 იარშიკი მიქონდა. ჩავიტანდით იქ ვაბარებდით. მოვდიოდით საღამოთი ისევა, 6 საათზე გამოდიოდა იქიდან 7 საათს. 10 საათზე ისევ სახში ვიყავთ. ჩვეულებრივ ჩვენ სახლებში ბრუნდებოდით. დასაჯდომ ადგილს ვინჩიოდა. ვაგონებში ბარგის დასადები ადგილიც კი არ რჩებოდა. ომგამოვლილი ელექტრომატარებელი სულ სავსე იყო ხალხით. გლეხებს ახლად მოყვანილი ხილი და ბოსტნეული დედაქალაქში მოჰქონდათ. ბაზარში ეჩქარებოდათ. მუშა სამსახურში, ექთან საავადმყოფოში, სტუდენტებს უნივერსიტეტში. საღამოს კი სოფლის მოსახლეობა უკან სახლში ბრუნდებოდა. 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ 4 ვაგონიანი მატარებლის ბოლო გაჩერება ცხინვალიდან ნიქოზში გადმოინაცვლა. დამღლელი 6 საათიანი მგზავრობის მიუხედავად გორის, კასპისა და მცხეთის რაიონების მაცხოვრებლებისთვის ეს მარშრუტი ყველაზე მოსახერხებელი და იაფიც იყო. ზედ დამილპა ის ხალი ვერსად ვერ წავიღე. რომ ეკრიბა საწე. სარვა მეკრიბა საწამეხო. ჩამოსვიდა ძითა და ჩამოსვიდა ძის დალპა ის ხალი. იმედიც არ აქვს თუ დაინიშნება მატარებელი. შან თუ მოიწვის უკანასა ჩავედით იქ აი სადგური მატარებლების სადაც არის გაჩერება. იქაც მოვიდნენ თავრობა გოიდან იქ გამოსვლები, მაგრამ მაინც არ გუშველა რა. მაინც არ დაინიშნა მატარებელი. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან ნიქოზიდან გამოსული მატარებელი დედაქალაქში ჩასვლას 3 საათსა და 40 წუთს ანდომებდა. ხშირად იყო შეფერხებები და ავარიებიც, მაგრამ გაჭირვება აიძულებდათ ყოველდღიურად ამ გრძელი და დამღლელი გზის გავლას. ლარად მიდიოდნენ და სოფელში ლარად ბრუნდებოდნენ. ვაგონებს მოსავლით ავსებდნენ. დღეს კი ერთადერთი ტრანსპორტი მიკროავტობუსია. გზავრობა კი 5 ლარია. სანავაგი დატვირთულ თითოეულ ყუთზე კი საფასური იზრდება. გენაცული 10 და 20 კილო გასაყიდი რო ქონდა. საღოლილოთ მატარებელს გაგვიყიდია და ახლა საღამოს მერე წამოვსურვართ ისე.
და მარშრუტი იმას რო გაყვეთ სხვა ტრანსპორტს. ჯერ მარტო გზაში რამდენი გინდა ყველაფერი და რაღაცა უნდა დარჩეს საწყალხავს. არაფერი. თბილისის სანახავად ხომ არ ჩავა. გაყიდვა მიჭირს ყველანაირად და წრევანდელი მოსავალ ისო პადვარში მაქშილო და ისო ყრი ვერ გავყიდე. ვისაც კერძო მანქანები ჰქონდა, ყავდათ ისინი დადიოდნენ ბაზარზე, მაგრამ ვისაც არ ყავდა, სახლში დაგველპა ყველაფერი. გავგებუჭდა, გადავყარეთ. ეს ყავია პადვალი, სულ ვაშლით იყო სავსე. აი, სულ დამპალია, ეს რა ვარჩი, ეხლა 4-ში გადავყარე. ეხლა კიდე ვარჩი ვახარისხებ. გავჩირო მაინც. მარტო მე ერთად სოფელს დაულპა. აი გაყრია, ნაი მინდრებს სავსიდან. გადაყრილი ვაშლებით. უჭერთ, მართლა უჭერთ. სერიოზულად უჭერთ სოფელს. არანაირ დახმარებას ჩვენ სოფელს აღარ აქვს. ზეთი 8 ლარი გაგვიხდება. აი პენსიონერებმა რა უნდა ქნა. გუშინ წამლები ვიყიდე 130 ლარის წამალი ვიყიდე. საიდან? არ ვიცი, აი მეც რა ვქნა. როდემდე გავსტანთ ეს გლეხი ხალხი აზიანა. რაღაცით ხო უნდა დაგვეხმაროს ეს თავრობა. მით უმეტეს კონფლიქტის ზონაა. ეს ჩვენი მხარეა ძალიან მოწყვეტილი ყველაფრით. ცოტა ყველას რამე გვაქვს ახლა. ცოტა ბალი შემოვა, ცოტა ალუჩა არის, რა ვიცი, შემოდგომით ღოღონოშო ქლიავები, რაღაცები გვექნება ახლა. სულ ისი არ ვიქნები, ჩვენა ბაღითავ ცხოვრობთ. აბა, ჩემი 300 ლარი პენსია რა არის? მაღაზიაში რო შეხვიდე, ვერაფერს ვერ გამოიტან 300 ლარითა. ტრანსპორტში ახლა ჩვენ ხო დავდივართ პირბადეთი, ქალაქში, გორში, სულ ყველგან სოფელში და იმ მატარებელშიც რო გვეცოდინება რომ მატარებელი დაინიშნა და არ შეიძლება რომ ისე ვიაროთ, გავიკეთებთ პირბადეს. არავინ არაფერს არ გვეუბნება. აი ახლა რა უნდა ვქნა, ვფიქრობ იმ კვირაში რომ რა ვიცი, მოუკრეფავ, გავყვები ჩვენ მარშრუტკას რაც არის დანიშნული და გადავიხდი რაც საჭირო იქნება. მაგრამ გავყიდით და რაღაცა ნახევარი გზასა და ჩექსა და ალბათ მესამედი ჩვენა. რაღაცა იმედი იყო იმის, რომ ოდესღაც დადგებდა ეს დღე, რომ მატარებელი ცხინვალში შევიდო და დავიბრუნებდით ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ზოგადად ფიქრიც კი ძნელია, რომ იფიქრო რაღაცის დაბრუნებაზე არავინ არ იცის, შეიძლება ერთი დღეც გათენდეს და მართუხლათების მიღმაც ამოჩნდეთ. საოკუპაციო რეჟიმი ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ომის შემდეგ სიღარიბემ და უიმედობამ იმატა. ამას ემატება მცოცავი ოკუპაციის შიში. ყოველდღიურად მართუხლართით შემოღობილ სოფლის ტერიტორიას რომ უყურებდა გეშინია. მალე შენი სახლიც არ აღმოჩნდეს მართუხლართს მიღმა. ბედის ანაბარა მიტოვებული ხალხი ფიქრობს, რომ მთავრობამ გასწირა და ის ირიბად უწყობს ხელს საზღვრისპირა სოფლების დაცარიელებას. სწორედ სოფლის მეურნეობა და მოსავალი იყო ის მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი დღემდე აქ რჩებოდა და არ ტოვებდა მამაპაპისეულ მიწებს. რამდენიმე წელია ფაქტიურად იმედით დაკარგული, იმიტომ ყველაფერი უკან მიდიის, უფრო გაუარესდა მათი ყოველდღიური ცხოვრება. არის ძალიან დიდი მიგრაცია თუ ემიგრაცია, ანუ ძირითადად არის დარჩენილები, პენსიონერები და ბავშვები, ძირითადად ახალგაზრდები არიან გასული ზოგი ქალაქში სამუშაო საძებნელად, ზოგი კიდევ საზღვრების გარეთ. ულუკპაპურო დარჩენილი გლეხები მიწასთან მუშაობის აზრს ვეღარ ხედავენ. გამოსავალი ისევ საკუთარი სახლების დაკეტვა და სარჩო საბადებელის სხვაგან ძებნა.